თქვით წეგან რომ დედა უფრო მკაცრი იყო, მამა ნაკლებად. ზოგადად როგორ ფიქრობთ, სიმკაცრე რამდენად საჭიროა, რამდენად ჭრის მოზარდზე სიმკაცრე და მამის სიმკაცრე განსაკუთრებით. ეს ანუ სულ ვეჭუბებით დედაჩემს რომ რას მერჩოდით მეთქი, ანუ რას მერჩოდით. ეს საბჭოთა აღზრდის მეთოდები, ან მისკენ სწრაფვა ნებისმიერ რაღაცაში უბრალოდ არაფერ შუაში არ არის, არაფერთან და ჩემი აზრით, რავი, ახლა დედა ყველა ძალიან უყვარს და მეც ძალიან უყვარს და ასე შემდეგ, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ანუ ვინმე რომ მაგას თავისუფლს უკეთებდეს, მე შეიძლება წამება ჩავთვალო დღევანდელი კანონმდებლობით. უბრალოდ ის რა ქვია, საბჭოთა აღზრდის მეთოდები და იერარქია არის ასეთი. ანუ არავის არც ერთ საბჭოთა მშობელს, ნუ არც დღევანდელს, მაგრამ იქ განსაკუთრებული აქვს და ვიტყვი რატომაც, არ უნდა რომ მისი შვილი იყოს ოროსანი. ხო. ანუ ოროსნობა თან საბჭოთა კავშირში ოროსნობა აი ნიშნავს როგორ გითხრა მთელი ცხოვრების განმავლობაში აბუჩა დაგდებას შესას ძალიან განსაკუთრებული შემთხვევა უნდა იყოს რომ ოროსანი რამეში დაწინაურდეს მერე სკოლაში ოროსანია და მას სულ ოროსნად უყურებენ ასეთი არის რა რეაბილიტაცია არ ხდება ოროსან ბავშვებად მიჩნეული ბავშვები იყვნენ ყოველგვარი ძალადობის ხერპლი ყველანაირი მასწავლებლისგან ოროსნობა უკვე ნიშნავდა ყველანაირ შეურაცხყოფას. ურაცუდი რაღაცები გამახსენდა. და არავის არ უტყდებოდა თან ამ ოროსანზე ოროსნის დაძახება. ანუ ეს არ ითვლებოდა რაღაცა ყოველთავ სირცხვილად ეს რაღაცა ოროსანმა უნდა წოდნოდა ოროსანი იყო ოროსანი არ ყოფილიყო. და იყო ხალხი ისე რასახცე რაღაცები იყო და გავლილი. ხო და ნუ ხა ეს არც ერთ შობელს არ უნდოდა. და შესაბამისად ანუ უნდა ყველას უნდოდა რომ გესარგებლო ფრიადოსანის პრივილეგიებით. და ნუ ჩემი მშობლებიც ამაზე მოწადინებულები იყვნენ და ნუ მეც რაღაც მომენტში ალბათ გადავწყვიტე რომ მოდი არ ღირს ახლა მშობლებმა ამის გამო მეჩხუბონ და ამათან საჩხუბრად არ გავიხდი საქმეს მეც ვისარგებლებ ფრიადოსნების პრივილეგიით თუ შემიძლია ამის გაკეთება მაგრამ ნუ ხო ეს ცოტა ან კლასში დაახლოებით ალბათ 15% შეეძლო 20-საც არა 10-15% შეეძლო რო ფრიად იმ პერიოდის რაც პირველი ფრიადოსნობა იყო ის ყოფილიყო და იქ მე რომ შუაში მყოფი ხალხი არ იყვნენ ცუდ მდგომარეობაში, მაგათაც რაღაცა ის იყო, მაგრამ ქვემოთ მყოფი აი სამოსნები და ოროსნები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და ეს იყო რავი აი საკუთარი შვილების მიმართ არაადამიანური მოპყრობის უფრო მეტი ფორმა რა უნდა იყოს. ის ბავშვები რაღაცაში ჩვენზე მაგრები იყვნენ, ფეხბურთს ჩვენზე მაგრა თამაშობდნენ, ვიღაცები ძალიან შურდა მათი, ვიღაცა კარგად ღეროდა. სხვა ნიჭები ჰქონდათ და ესენი მიჩნეული იყვნენ ადამიანთა დიდი ნაწილი ოროსნებად და მათ არ თვლიდნენ ისინი უფრო ნაკლებები იყვნენ ადამიანად არ აღიქვებოდა ოროსანი ის იყო ხო არის რაღაც ეს ფილმები რო არის განაწილებულო კასტები რაღაც ესე იყო ოღონდ 90-იან წლები იყო და 90-იან წლებში უკვე მოშვებული იყო ის საბჭოთა ჭანჭიკები რომელიც ამას ნაღფრიადოსანს ხოლო ოროსანს ნაღდოროსნად გახდიდა ანუ აი ეს უკვე იყო უფრო სახელის საკითხი და არა რაღაცა ბერკეტების. არ იყო კლასში ჩატოვებები მაგალითად, იმიტომ რომ ოროსნების მთელი ტკივილი ტრაგედია ადამიანური იყო. როდესაც რო კლასში ტოვებდნენ. რო კლასში რო ჩარჩები და ვიღაცას რო ეწევი რომელიც შენზე 3 წელი დიდია და შენ კლასში ზის და კიდე რო ტოვებენ. ამასაც დამცირების პროცესები მოყვება მთელი არა. ნაცვლად მისმა ბავშვს დაეხმარო. კი რა წამო, მაგრამ დაეხმარო რაც ევასებას აკეთებენ ამ სისულელის და სხვა რასაც არ აკეთებს. ნუ ესეთი უცნაური ბავშვობა იყო, მაგრამ მე შედარებით კარგად მახსენდება, იმიტომ რომ დღეს ერთ შევძელი რომ რაღაცნაირად ამას ირონიით შევხედო, იმიტომ რომ მაინც გადავრჩი ალბათ 90-იან წლებიდან და ანუ აი როგორ არის იცი რომ წაგებული თამაშის ყურებაა ტრაგედია, თორემ ამან თუ წაგებული არ ახარ და გადარჩი მაგას გადავრჩი, მე შეიძლება ნახო ეს რაღაცები, გადახედო ამას თავიდან რაღაცნაირად. მაგრამ ნუ ხო მესმის რომ საერთოდ არ იყო ეს მარტივი იქნებოდა. ბევრი ადამიანისთვის, არ ჩემ მშობლებისთვის, მათ შორის მე კიდე რაღაცები ვალდებულება, ოჯახის ჩემის ვალდებულება არ ქონია. ანუ მიხედავთ იმისა, რომ სადაც გადარჩენა გიწევდა. და ყველაზე რთული რა იყო, იცი, ოროსანი რო ვიყავი და ანბანის პირველი ასოებიდან იწყება და შენი გვარი. ხო, ჟურნალისტი ხარ.